სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმანო და დანო, დღეს არის უდიდესი მამის მაქსიმე ამბსარებელის ხსენება. ერთ-ერთი დიდი საეკლესიო მამის და სოფლიო ეკლესიის მასწავლებლის. თქვენ იცით, მაქსიმე ამბსარებელი მერვე საუკუნეში მოღვაწე ბერი გადმოასახლეს საქართველოში და აქ აღესრულა და დასაფლავებულია ცაგერში. მისი ხატი აი აქ არის. ჯვრის მონასტერში კედლის ხატრობაზე მაქსიმე ამბსარებელი და იოანე დამასკელი, ესეც უდიდესი მამა ეკლესიისა, რომელმაც რვახმათა ეს რასაც ჩვენ გვალობთ, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ყველაფერი ამის განწყობილია და საქართველოშიც გადმოტანილია იოანე დამასკელის მიერ განწყობილ რვახმათაზე ყველაფერი ეს საკითხავი. ძმანოდა და უდიდესი მამა, უდიდესი საეკლესიო მწერალი, ასევე მაქსიმე ამბსარებელი და თქვენ იცით, რომ შოთა რუსთაველმა როგორც ქტიტორმა განმაახლებელმა ჯვრის მონასტერისა, ესე იგი თავისთავად მოახატინა ამ ორი დიდი მამის კოჭებამდე მოახატინა, როგორც ხედავთ თქვენ, აი აქ ამ დიდებულ ხატს ჯვრის მონასტერში, ძმანოდა და იერუსალიმში, ესე იგი ამით მოგცა მაგალითი, რომ და სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რუსთაველზე აღმატებული არ მხოლია ჩვენ არც ერთი მწერალი, არც ერთი პოეტი და მსოფლიოშიც არ ყოფილა მასზე აღმატებული პოეტი, ამით მან ნიშანი ეს ძალიან დიდი მაგალითია მსოფლიოს გადაცვლა ეს რასაც მე ახლა ვამბობ ძმანოდა და რომ ყოველმა საერო მწერალმა ამ მამების ქვეშ უნდა დაიმანოს, ამ მამების ქვეშ, ამ მამების წინაშე უნდა მოდრიყოს თავი ძმანოდა და აი რა გააკეთა რუსთაველმა დიდება რუსთაველს ამ დიდი მაგალითის გამო ძმანოდა და ამის შემდეგ სხვა რომ ვიღაცა მწერალი რომ რაღაცას იტყვის ძმანოდა და რომ წმინდა მამებზე სირცხვილია პირდაპირ მიანიშნე და მიუთითე რუსთაველმა რა გააკეთა. ეს საოცარი მამა მაქსიმე ამბსარებელი, ნუ იცით თქვენ მისი ცხოვრება, გადაარჩინა მართლმადიდებლობა იმ დროს. თუმცა ამის გამო მას იგი აწამეს, გადაასახლეს, ენა მოჭრეს, ტევანი მოჭრეს მარჯვენა და დიდ ტანჯვა-წამებით აღესრულა ძმანოდა და მაგრამ არ შედგა და უამრავი ხალხი გადაარჩინა სულიერად და გზამკვლევი იყო იგი მარადიული ცხოვრებისაკენ. ამიტომ არის დიდი მამა და ამიტომ არის რომ რუსთაველმა მათ კიდევ უფრო დაიმდაბლებდა თავს, უბრალოდ აღარ გამოჩნდებოდა და რაც შეიძლებოდა პატარა თქვენ იცით, აი კოჭის ოდნავ ზემოთ, აი კოჭებამდეა თითქმის დახატული რუსთაველი. ზოგი ამბობს, რომ ქტიტორებიო ესე იხატებოდაო თყვილი ძმანოდა და ეს თვითონ რუსთაველმა დაახატინა, იმიტომ რომ სხვას უფლება არ ჰქონდა ესე გაეკეთებინა. იმიტომ რომ ქტიტორიც იხატებოდა დიდი პატივით, ანუ როგორც წმინდანები, ასე დიდად ხატავდნენ ხოლმე ქტიტორებს ცალკე და ასე აი რუსთაველმა სპეციალურად გააკეთებინა, რადგან თავის ვეფხისტყაოსანი ეს უდიდესი ღვთისმეტყველება, ეს უდიდესი წიგნი ძმანოდა და მაგრამ მაინც მან აღნიშნა, რომ მე არაფერი არა ვარ და ჩემი ვეფხისტყაოსანი აი ესენი არიან და ესენი არიან ყველაზე დიდი. ეხლა აქ რამოდენიმე საკითხი დგება. როგორ აწამეს ესე იგი ეს ჩვენი უდიდესი წმინდა მამა მერვე საუკუნეში მაქსიმე ამბსარებელი და საერთოდ დგება ეს საკითხი ისე რომ ღვთისმრჩეული რატომ დაუშვა ღმერთმა რომ ესე აწამეს და კვლავის კითხვები მარადიული რომ რატო ხდება ეს, რატო ხდება რომ ვითომ ბოროტება ამ ქვეყნიურად უფრო გამარჯვებულია ზოგს რო ეჩვენება და ასე შემდეგ რატომ არის ამდენი სისხლი, რატომ არის ამდენი ბრძოლა, ამდენი სიკვდილი, ამდენი და ასე შემდეგ. ნუ ეს თემა ჩვენ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ აი რა კუთხით მინდა რომ განვიხილოთ თამოდა და ეს ცხოვრება არის ტანჯვა-წამება ამ ქვეყნიური ცხოვრება.
არის ასევე ტანჯვაწამების გარდა მშვენიერიც არის ეს ქვეყანა და დიდებულია, კარგია, ლამაზია და ჩვენ თავზე გამოგვიცდია ეს ყველაფერი. ესე იგი, რა ხდება? რო ავიღოთ ჩვენ წმინდანები დაწყებული ადამიდან, თქვენ გახსოვთ კაინისა, აბელი ავიღოთ, აბელი მოკლა ძმა. სხვათაშორის აქ ერთი საინტერესო მომენტია, მინდა აღვნიშნო. კაცობრიობა მაშინ იყო 4 კაცი, ადამი, ევა, ერთი ოჯახი. კაინი და აბელი. თუ მათი ცოლები. ძმანოდა და 6 კაცი დედამიწაზე. ერთი ოჯახი. წარმოიდგინე. და კაინი კლავს აბელს. დღეს არის 8 მილიარდი ადამიანი. არ გეჩვენებათ, რომ დიდი ჰარმონია და იმ ფონზე თუ იქ 4 კაცი იყო და ერთი კლავს მეორეს 8 მილიარდ ადამიანში რომ ასეთი ასე ვთქვათ, მაინც წესრიგი არ არის ეს ღვთისასწაული ძმანო და დანო, და რა მოვიდა აბელს, რა მოვიდა აბრაამს, როგორი ტანჯვაწამებაში გაატარა აბრაამმა ცხოვრება, ხო? ნუ დავწრილმანდე თუ გინდა ეს ნიუანსი, ულამაზესი ცოლი ყავდა აბრაამს, სარა. და მას დაძებდა ყველა კაცი, ვინც დაინახავდა სარას, იხიბლებოდა და წარმოიდგინე ეს რა დღეში იყო აბრაამი. კინაღა მოკლეს ამის გამო. რამდენჯერ რა დღეში იყო ძმანო და დანო, მისი შვილი ისააკი, როგორი ტანჯვაწამება წარმოიდგინეთ, უნდა შეწირულიყო. მამა, სად არის ცხვარი ეუბნება წმინდა გადმოცემა ამბობს, რომელიც უნდა შევწირო. აბრაამი ეუბნება, რომ ღმერთმა შენი თავი მითხრაო, რომ შევწიროო და მორჩილად დადგება და თავს დაადრექს ისააკი, 16 წლის ისააკი, რომ მამამ შეწიროს ღმერთს. მან გახსოვთ ქვეყნის ისტორია. იაკობმა რა ცხოვრება გაიარა, ჯერ მარტო 14 წელი, რომ იმუშავებ უსასყიდლო უდიდესი შრომა ჩაერო 14 წელი. ასეთი იყო ლაბანი, ბიძამისი, ამუშავა 14 წელი და არაფერი არ გადაუხადა. ნუ ზოგი ამბობს 7 წელი და ის მეორე 7 წელი აპატია, თუ გინ 7 წელი. მერე რა დღეშია იაკობი, როცა ძმა შეიარაღებული ხალხით მოსდევს ესავი და ეს ფიქრობს იაკობი, რომ მოსაკლავად მოსდევს. რა ტანჯვაწამება გაიარა იაკობმა, თუ გინ შვილებისგან რა ტანჯვაწამება მიაყენეს შვილებმა, რომ იოსები უთხრეს, რომ მოკვდაო და მან დაიჯერეს და განიცადა იოსების სიკვდილი და ასე შემდეგ ძმანო და რომ მიყვე დავითმა რა ტანჯვაწამება გაიარა. წარმოიდგინე, შვილი აუმხედრდა აბესალომი, რომელიც ძალიან უყვარდა და შვილი მოსაკლავად დაძებდა, ჯერ საულ მეფე დაძებდა მოსაკლავად, ეხა მისი შვილი დაძებდა მოსაკლავად. რა ტანჯვაწამებაში გაიარა ცხოვრება. ახალ აღთქმაში ავიღოთ 12 მოციქული, 12-ვე მოციქული, ნუ იოანე ღვთისმეტყველის გარდა, თუმცა ისიც საშინლად აწამეს, გადარჩა სასწაულებრივად, თითქმის ყველანი ჯვარს აწვეს. 70 მოციქული, ყველა წამებით აღესრულა თითქმის ძმანო და დანო. შემდგომ ავიღოთ 300 წელი ქრისტიანები, დიდი მოწამეები, უამრავი მოწამენი, ღირსი მამები, ყველანი თითქმის მოწამეობრივად აღესრულა. ან ავიღოთ შემდეგი პერიოდი, როცა მშვიდობა მოხდა ბიზანტიის იმპერიაში და რელიგია გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, მაშინ ძმანო და დანო, თვით ეს დიდი მამები, იოანე ოქროპირი რა დღეში იყო, როგორ აწამეს იგი. ქრისტიანობა ზენიტში იყო, ქრისტიანებმა აწამეს. ათანასე დიდი როგორ აწამეს, კირილე იერუსალიმელი რა დღეში იყო, ყველა ეს დიდი მამა. გადმოვიდეთ თუ გინდა საქართველოს ჩვენი მოწამე მეფეები რა დღეში იყვნენ განსაკუთრებით მუსულმანების ხელში, რა ტანჯვაწამება განიცადეს, ქეთევანი რა ადგილს, ქეთევან დედოფალი ავიღოთ ძმანო და დანო და ასე შემდეგ მოყვეთ დღევანდელ დღემდე. თუ გინდა აგერ ავიღოთ გაბრიელ ეპისკოპოსი 5 შვილი გარდაეცვალა, ცოლი გარდაეცვალა, რა ტანჯვაწამება იყო ეს მისთვის, ხო? ეს წმინდა რა ვიცი ვინ თეოფანე დაყუდებული ავიღოთ კაცი გამოეხსა ყველაფერს და დაყუდებული იყო 30 წელი როგორი ერთ ოთახში. რა ცხოვრება. ეგნატე ბრანჩაინოვი ავიღოთ, რომელიც სულ მუდამ ავად იყო და ძალიან ხშირად მწოლარი ფეხზე ვერ დგებოდა. ესე გაატარა
და ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა რაღაც 50 წელი ცოტა მეტი იცოცხლა ძმანო და და აი როგორია ცხოვრება მაგრამ ვინმე რო არ ვიფიქროს ესე იგი რა ქრისტიანები სულ ტანჯვაწამებაში არიან ესეც აღნიშნოთ ყველა ტანჯვაწამებაში აი კაინის ცხოვრება ხა კაინის ცხოვრება იყო თავის ძმა გადმოცემა გვეუბნება რომ ელანდებოდა დღისით და ღამით და როდესაც დაინახავდა თავის ძმას თურმე ამ აჩრდილს დაინახავდა ძმა ეუნებოდა რატომ მომკალიოდა ეს გიждდებოდა ყვირილით გარბოდა სანამ არ დაიხლებოდა და მერე სადმე ჩავარდებოდა დაეცემოდა და აი ესე ცხოვრება იყო კაინის და ესეთი იქნება ყველა მკვლელის ცხოვრება ძმანო და და ან გავიხსენოთ იმ ძველ აღთქმაში ნაბალის ცხოვრება იყო ძმანო და დანო ან იუდას ცხოვრება იყო ან იულიანე განდგომილის ცხოვრება იყო რა ტანჯვაწამებით აღესრულა იმპერატორები რომლებიც დევნიდნენ ქრისტიანობას რა დღეში იყვნენ რა როგორი ტანჯვაწამებით აღესრულნენ და მოვყვეთ ეხლა რომ გადავახტეთ და ბევრი აღარ ვილაპარაკოთ ლენინი ძმანო და დანო რა დღეში იყო ну იცით ეს ყველაფერი თქვენ და ასე შემდეგ ყველა ღვთის გმობელი როგორ აღესრულა ფროიდი ენის კიბოთი აღესრულა ვეღარ ეკარებოდა სოფლიო ტიტანად აღიარა ზოგიერთმა და ოთახში აღარ მეორე ოთახშიც ვერ შედიოდნენ ისე ყარდა კაცშვილი აღარ ეკარებოდა ნიცშე აღესრულა გაგიჟდა ჭკუიდან გადავიდა და რაღაცებს ემალებოდა ვიღაც ექიმებს და იმეს და აი ესე დღეში ყველა ძმანო და და ესე იგი ეს ცხოვრება ტანჯვაწამებაა და მაშ რა არის ცხოვრება აი თუ ჩვენ ქრისტეს შეურდებით თუ ჩვენ ვიქნებით ქრისტიანები მაშინ იქნება უდიდესი მადლი დაშვებული შენზე და მაშინ შენ იქნები ბედნიერი მიუხედავად ამ ტანჯვაწამებისა ძმანო და და იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ჩვენ ქრისტიანებმა თუ არა ჩვენ აბა ვინ იცის რომ ბედნიერება არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლი თუ არის შენზე და თუ შენზე ღვთის მადლია ლაზარე და დიდარის იგავი ეს უძლიერესი იგავია ლაზარე გაჭირებულ დაცემულს არაფრის მქონეს უშვილოს უცოლოს ავანტყოფს ფეხზე ვერ დგებოდა არაფრის მქონე იყო ბედნიერი რადგან ღვთის მადლი იყო და ადიდებდა ღმერთს ხოლო ის მდიდარი ძმანო და დანო რომელსაც ყველაფერი ჰქონდა ჯანმრთელობა სიმდიდრე წოლის შვილი აგარაკი სულ მეგობრები დიდ პატივში იყო მაინც უბედური ძმანო და იმიტომ რომ ღვთის მადლი არის მასთან ამიტომ აი ზუსტად ღვთის მადლზეა ლაპარაკი და საერთოდ რატო ხდება ეს ქრისტიანებს რატო აკდევენ აი ზუსტად ძმანო და დანო დღეს ხსენება ესე იგი მაქსიმე ამსარბის და მის ცხოვრებაში მკითხულობ მეტად საინტერესო აღწერი ცხოვრების ესეთ რამეს ამბობს პირველიდან ტერს მას ნათესავს ტერსა მას ნათესავისასა კაცთასა შეშურდა კეთილი წარმატებაი ქრისტიანებთან და მშვიდობაი ეკლესიასთან გესმის თურმე რა ხდება თქვენ იცით მერვე საუკუნე ბიზანტიის იმპერია ზენიტშია ქრისტიანობა ზენიტშია არის ათასობით კი არა ალბათ მილიონობით მონასტერი ჯერ მარტო ბიზანტიაში აი თქვათ საბერძნეთში დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეც მაკედონიაში რამდენი კუნძულია მარტო საბერძნეთში 1000 კუნძულია აი მარტო ამ 1000 კუნძულზე ათასობით ეკლესია 1000 მონასტერია აღარაფერს ვამბობ კუნძულებზე კი არა ისე რა ხდებოდა ბიზანტიაში ძმანო და დანო ქრისტიანები ეზიარებოდნენ ამ პერიოდში მეოთხედან მერვე საუკუნის ჩათვლით ძმანო და დანო მემატიანე გვეუბნება რომ ბაზარშიც კი თუ გავიდოდა ადამიანი ესე იგი ბაზარი ცოტა ისეთი ადგილია ხო სადაც ნაკლებად ფიქრობენ სულიერებაზე ხო ვაჭრები და ასე შემდეგ ის ვაჭრებიც კი მარტო ქრისტიანობაზე ლაპარაკობდნენ ძმანო და დანო მარტო სულიერებაზე ლაპარაკობდნენ წარმოიდგინე რა დრო იყო იმპერიებში სასახლეებში თავადებში იმპერატორის სასახლეებში მხოლოდ ქრისტიანულ საქმიანობაზე საუბრობდნენ სულიერ თემებზე საუბრობდნენ და ნახეთ რა წერია თურმე იქ სადაც არის ქრისტიანობა სულიერი ცხოვრება ეშმაკ შეშურდება აუცილებლად შეშურდება ესე ამისთვის რო შეშურდა ეშმაკს რო დაინახეს რა ხდებოდა არა დასხრებოდა ნათესავად თესვა თვისა მის ბოროტებისა და შეშფოთება წმინდისა ეკლესიისა
ეხლა ძველ დროში რო არ ჩავჩეთ ძალიან და არ გადავიდეთ თანამედროვე დროში გადმოვიტანოთ და ადგილი მისახვედრი გახდება. თქვენ იცით ჩვენი ქალაქიც საოცარი ქალაქია ძმანო და და. ჩვენ რო ერთი 30 წლის უკან რო გადავიდეთ თბილისში თქვენ იცით გავსებული იყო დაძრები 30 კი არა თუ კიდე 20 და თუ კიდე 10 წლის უკან ძმანო და და გავსებული იყო დაძრები უამრავი მოხუცი თითქმის მოხუცი ისი არ გადიოდა რომ არ ზიარებულიყო რა ბედნიერებაა ძმანო და და ბავშვები ეზიარებოდნენ ყველა ასაკის ხალხი ეზიარებოდა მაღაზიებმა გამოიტანეს და სპეციალურად გააკრეს სამარხო საჭმელი სამარხო ნაზუკი სამარხო ყველი სამარხო იმიტომ რომ თითქმის მთელი ქალაქი მარხულობდა ძმანო და და როგორ გონია თქვენ ეს ეშვაც არ შეშურდებოდა რა თქმა უნდა შეშურდებოდა და ის ამბები რაც მოხდა ეს ზუსტად ეშმაკის შურის გამო და ნათესავითი ნათესავიო აიყოლიაო ანუ ვიღაცეები აიყოლია ჩვენ ხო ვიცით რომ ვიღაცეებიც აიყოლია ეშმაკმა და ეხა სახელები და გვარები რო არ დავასახელო ისედაც კარგად იცით როგორ აღიქცნენ შურით ეშმაკის შურით და ესენც ალბათ შურით ძმანო და ბოღმით რადგან თვითონ არ ცხოვრობდნენ ეკლესიურად აღიქცნენ და დაიწყეს ისეთ საქმეების ქეკვა რაც სატელევიზიო საქმეების საკეკავია ძმანო და დანო თქვა რომელიღაც მღვდლის თუ ეპისკოპოსის პირადი საქმე და მათ ხო არ აინტერესებთ ეს საერთოდ მაგრამ იმიტომ გააკეთეს რომ ჩირქი მოეწყოთ ეკლესიის შურით ძმანო და აი ნათელი მაგალითი და მესამე იხილა რა ეშმაკმა დათესა ეს შური მაშინ და ეხლაც ყოველთვის დათესავს და იხილა რა წვალებანი ემხილეს და დამარცხდნენ წმინდათა კრებათა მიერ ესე იგი დათესა მას სხვადასხვა წამება ეს წვალებანი ხო არიოზი ალაპარაკა სხვები ნესტორი და ასე შემდეგ მაგრამ რო ნახა რომ წმინდა მსოფლიო ეკლესიამ ანუ ეკლესიამ კრებამ მოუღო ბოლო ამ წვალებლობას ძმანო და დანო ესე იგი კვლავ შეშურდა და სხვა ღონე მიმართა სხვა ღონეს უკეთურებისაო გამიგე იხმარა და სხვა სახით აშფოთა ეკლესია. აი ესე იქნება ბოლომდე არ შეგეშინდეთ ძმანო და დანო. იცოდე, როცა დაიწყება ესე ძაბძაფრი, რატო მაშინ არ გადმოცემდნენ, რომ ეკლესია რო სავსე იყო, რატო არ ამბობდნენ, რომ აი რამდენი ბავშვი ეზიარება სიხარულით, რატო არ გადმოცემდნენ, აი რამდენი კაი მოწყარია, როგორ მოწყვრები ეხმარებიან, რამდენი პირველი, რატო არ გადმოცეს ეს, რომ პირველი პატრიარქმა გახსნა უფასო სასადილო და უამრავი, რატო ეს სიუჟეტები არ იყო, რომ უამრავი ხალხი ჭამდა ღარიბები და ეხლა ჭამენ იმ უფასო სასადილოში საპატრიარქოს წინ რომ არის გახსნილი ძმანო და დანო და უამრავი ხალხი მაშინ განსაკუთრებით რატო არ გადმოცემდნენ ამას რატომ გადმოცემენ მარტო ცუდს ეკლესიაზე და რატო არ გადმოცემენ კაცს ეკლესია აი რაც წავიკითხეთ ეს ფილოსოფიაა ძმანო და დანო ყველაზე ერთ-ერთი ასევე საინტერესო საკითხი არის რომ და ეს თემა საერთოდ რომ აი რატო ამდენი გაჭირება და როგორ და ასე შემდეგ და როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერი და ღმერთი რატომ უშვებს ბოროტებას და ასე შემდეგ რა გამახსენდა იცით ამას წინათ გამახსენდა ერთი ძველი საეკლესიო ისა სატელევიზიო გადაცემა სადაც ესე იგი სასულიერო პირს ერთი კაცი ეჩხუბებოდა და ამბობდა რომ 10 წლის ბავშვი გარდაიცვალო აცხონოს ღმერთმა მისი სული და მამაოს ეჩხუბებოდა რომ აი რა ღმერთი რის ღმერთი რებს ლაპარაკობთ 10 წლის ბავშვი მოკდაო და უსინდისოებო თქვენო თქვენი ღმერთი და პირდაპირ ესეუნებოდა და თქვენ და ასე შემდეგ ნახე ახლა რა გინ პარადოქსულად არ მოგეჩვენო ვითომ ეს კაცი რო აი ესე წუხდა და რაღაცა პირიქით აკეთებდა ესე იგი ღმერთს ადანაშაულებდა და ეს ბავშვი ხო არ მომკვდარა ძმანო და ჩვენ ხო ამას არ ვამბობთ რომ ეს ბავშვი მოკდა და დამთავრდა იქ ყველაფერი ეს კაცი ამბობს ამას ანუ იმ ბოროტებას ეს კაცი ანთხებს პირდაპირ გამიგე ანუ ჩვენ ვამბობთ რომ ეს ბავშვი იმ ბავშვის სიცოცხლე მარადიულად გაგრძელდება ის კი ამბობს რომ დამთავრდა ყველაფერი ვისგან მოდის ახლა ბოროტება და ვინაა ბოროტი და ვინ არის დამნაშავე ძმანო და ჩვენ საერთოდ უნდა ვიცოდეთ სწორი განწყობა რა არის სწორი განწყობა არის შემდეგ იმიტომ რომ ხშირად მოდის ადამიანი და მეუნება ვალები მაქვს მამაო და რატო ესე
აი რამდენს უყურებ რა ბედნიერად არიან მე კიდევ ალები მაქვს სამსახური არა მაქვს იქ დედამთილია ცუდად იქ რამდენი ავატყობ მე თვითონ ავატყავ და ნუ დახატავს ისეთ სურათს რომ მართლა შეგეცოდება ადამიანი მაგრამ განწყობა არ არის სწორი ძმანო და და განწყობა არ არის სწორი ჩვენ ვალებში ვარ თუ ავათა ვარ თუ უბედურება სხვა რამ გჭირს უნდა ვთქვათ აი ქრისტიანულად როგორ არის სწორი უნდა ვთქვათ ღმერთო მე ღირსი ვარ ვალისაც ავანტყოფობისა ყველაფერ ჭირისაც რაც შენ დაუშვი ჩემზე არამც თუ დროებით მარადიული ჯოჯოხეთის ღირსი ვარ მე ვარ აი ეს არის სწორი განწყობა და როგორც კი ამ განწყობით იქნები დაეშვება მადლი ღვთისა და იქნები ბედნიერი და პირიქით ძმანო და დანო თუ შენ ესე იგი ყველაფერი გაქვს ალიკი არა უმდიდრეს კაცი ხარ მუშაობ ყველაფერი გაქვს მაგრამ არ ხარ ეკლესიური და არ გაქვს მადლი ღვთისა ხარ უბედო ეს ძალიან ასეთი ადამიანი ძალიან მალე იგრძნობს თავის თავს ამას უმადლოდ როა და რომ ჯოჯოხეთია უკვე ამ ქვეყნიური ცხოვრება ძალიან ეს გარეგნულად შეიძლება გამოხატოს სხვების წინაშე რომ ვითომ დიდი ბედნიერია კარგი მაგალითია ყოველთვის მომხავს ხოლმე ცნობილი მსახიობი ულამაზესი ქალი უმდიდრესი ქალი მერლინ მონრო არა ხო მერლინ მონროს დღიურები ესე იგი მთელი ქალები მისტიროდნენ მას მის ბედს რომ ესე იგი უამრავ კონტინენტისა უამრავ ქვეყანაში ქონდა ზამთრის ზაფხულის სასახლეები აგარაკები სახლები ულევი ფული და ღიურში წეს რომ ჩემზე უბედური ქალი არავინ არ არის რატომ იმიტომ რომ მას არ ქონდა მადლი ღვთისა ყველაფერი ქონდა არ ქონდა მადლი ღვთისა ნუ ეს ერთ-ერთი მაგალითი აი ესეთი განწყობით უნდა ვიყოთ და ვიქნებით ბედნიერი არაფერი არ არის ესეთი განწყობით თუ ვიქნებით ჩვენთვის საჭირო ის რაც საჭიროა ღმერთი ხო გვეუბნება რომ ესე ყოველი მოგეწემა თქვენ თუ ამ განწყობით ვიქნებით ძმანო და დანო მოუცემლობის შემთხვევაში ლაზარესი არ იყოს ლახაკისა მოუცემლობის შემთხვევაშიც ბედნიერი იქნება ადამიანი აი ეს არის მთელი ფილოსოფია და მე მინდა დავასრულო შემდეგით რომ ესე იგი თქვენ იცით რომ ყველაზე ტრაგიკული წუთები ეს იქნება უკანასკნელი პერიოდი ანტიქრისტეს დროს კაცობრიობის თვალსაჩინო და ყოველი ადამიანის ყველაზე ტრაგიკული წუთები თქვენ იცით აპოკალიფსში მერვე თავიდან დაწყებული მიაქციეთ ყურადღება მერვე თავიდან ვიდრე ბოლო თავები უკვე 21 და 22 პირიქით არის მარადიული ცხოვრების აღწერა, 64-ის აღწერა, ზეციური იერუსალიმის აღწერა, რომ იქ ბინადარნი ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანები იქნებიან უდიდესად ბედნიერი და ღვთის ხელში და ჩვენ რომ მივსტირივართ ნეტავ ამ იმ დიდარი კაცის ის ვიყო, რაღაცა ვიყო, სადის კაცი და სად ღმერთის ხელში რო იქნება უკვე საბოლოოდ რა ბედნიერება იქნება, რა დროს გატარებინებს ასე ვთქვათ, ჭალებში თუ არც მინდა ჭალები ღმერთი ასე ვთქვათ, რა ბედნიერება იქნება, რა სამოთხეები, რა სივრცეები, ნუ ეს ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. აქვე ერთ რამეს ვიტყვით, მანო და და. გამოდიან კიდევაც ტელევიზიით და აბრალებენ, აი მე ერთი გადაცემა იყო, მეო ვიციო, მამაოები ამბობენ მონათლავების გარდა ვერ ცხოვრდებაო. ესო რა საშინელი აზრია ერთი ჟურნალისტი ამბობს. ეს რა დაბიოობა არის. ზოგი გვახვედრის ამას რომ ქრისტიანობის წიაღშია ჩვენ ვამბობთ მარტო ცხოვრება აქ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ მათ არის რაზია ლაპარაკი და ამიტომ რომ შენობენ ვიღაცა შეიძლება მოეჩვენოს რომ ეს კაცი სწორია რაცო გამიგე მაშინ ღმერთი რა მოწყალია იფიქრებს ვინმე და ასე შემდეგ თუ საქმე რაში საქმე იმაშია რომ ღმერთმა ეს გზა მოგცა არა მარტო მართლმადიდებლ ყველას თუ გახდი მართლმადიდებლ გახდი ეკლესიის წევრი იცხოვრე ასე და ყველა ცხონდება ყველასთვის არის ეს გზა და ღმერთი ისე აკეთებს რომ ყველა მოვიდეს ადამიანს არ უნდა არ მივიდა გადარინერთა სოფელში და რა გააკეთეს გადარინერთ წადი აქედან არ გვინდებ ხარ ესია დღესაც არ მივიდა თავის ნაზარეთში და ღვთის პირას მიიყვანეს რომ მოეკლათ და გადმოეღდოთ?
ესე იგი ღმერთი ყველაფერს აკეთებს რომ ადამიანი ცხონდეს, მაგრამ თვითონ ადამიანს არ უნდა. მაგრამ აი ეს კამპანია, რომელიც დღეს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს და მღვდლებს დასცინია და იძახიან, რომ ესენი მარტო თავისთვის უნდა ცხონება, ჩვენ ვამბობ გზას, რაც გვასწავლა ქრისტემ. ხოლო რაც შეეხება მათ არასწორ აზრს დააკვირდით, ისინი ამ ქვეყნიურისგან, ამ ქვეყნიურით მსჯელობენ იმ ქვეყანაზე. ეს სხვა განზომილება, ის სხვა განზომილება, არ შეიძლება ეს მსჯელობა. ამიტომ ეჩვენებათ, რომ აი თურმე ამ ქვეყნიური განზომილებით, ესე იგი, რომ მსჯელობენ იმ ქვეყნიურზე, მიდიან არასწორ დასკვნამდე, სინამდვილეში წმინდა მამები ამბობენ ძმანო და დანო, რომ ის ვინც ვერ ცხონდება, თუ ვერ ცხონდა, სრულიად დამსახურებულად, იმისთვის ჯოჯოხეთი უკანასკნელი მოწყალებაა ღვთის. გამიგეთ? აი როგორც მაგალითად, აი ეკლესია ხო სიმბოლოა სამოთხის, ეხლა ჩვენ სამოთხეში ვიმყოფებით ჯერჯერობით ამ ქვეყნიურად. ვიგაგებით. ეს ძალიან ბევრ ადგილზეა მოცემული. აქ ეხლა რო შემოუშვა მუსლიმანი, რასაც ქვია მუსლიმანი. ანუ სხვა ვინმე ესეთი ის ვერ გაჩერდება. ის ჩვენელა მივაკარებთან და გაიპარება და თუ გაჩერდა და მიიღო ხო ხომ კაი, ესე იგი მიიღებს და უარყოფს თავის გზას და გახდება ჭეშმარიტ ქრისტიანი. გამიგე? განსაკუთრებით საინტერესოა თვალსაჩინო მაგალითი იქნება აი ღვთის გმობელი რო შემოუშვა. ჩვენ ხო ვამბობთ ყველა უნდა ცხონდეს და ყველა ცხონდება და ეს არასწორად ამბობთ. აი ღვთის გმობელი რო აქ შემოუყვება და ამდენ იმას დიდებას რო მოისმენს, ღვთისას დიდება, მამასა და ძესა და წმინდა სულსა, დიდება იმას მეუფებასა შენ და რასაც ჩვენ აქ თავიდან ბოლომდე ღვთის დიდება გაიქცევა, სუდად გახდება. ასევე იქნება სამოთხეში ძმანო და ის იქ ვერ გაჩერდება. მისი ადგილი იქ არ იქნება. გამიგე? აი როგორც მაგალითად ქურდი მომპარავი კაცის მკვლელი ურჩევნია სარდაფში დაიმალოს, ხო ცნობილი. და იმ სარდაფში იჯდეს სულ მთელი ცხოვრება, იქ უფრო კარგად იქნება, იმიტომ რომ გარეთ რო გამოვიდეს, ან დაიჭერენ, ან დასცინებენ, ან ხალხი მიაფურთხეს, ან ჩაკოლავენ, გამიგე? ესე იგი, აი ეს განწყობაა. ასე რომ ძმანო და დანო ღმერთი განაგებს ყველაფერს ისე როგორც საჭიროა. და აი ნახეთ, მერვე თავიდან იწყება საშინელი ამბები. თუმცა ეს მარტო ბოლო დროს კი არ მიეკუთვნება ბოლო დროინდელ კაცობრიობას. მისი ანარეკლი მანამდეც იყო პატარ-პატარა დოზი, ყოველთვის იყო აპოკალიფსი დედამიწაზე. პატარ-პატარა დოზი. აპოკალიფსი არ იყო თქვა პატარა დოზით კი არა, თუმცა დიდი დოზით, როცა იმან ჯალალედინმა აქ რეები მოაწყო და სისხლის ზღვაში აბანავა საქართველო და ასე შემდეგ. ეხლა რო არ დავწმუნდეთ ჩვენი და გინდა სხვისი ისტორია. და ჩვენ მერვე თავიდან ხედავთ რომ ახლა საშინელებები ხდება ზმანო და დანო, ხო? თქვენ იცით ესე იგი 7 ანგელოზი საყვირით რო დადგება და მესამე ანგელოზმა დააყვირა და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი და იწოდა და დაეცა მდინარეთა მესამე ნაწილს და წყლების წყაროების და ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა, ანუ ჩერნოპოლი. სლავაც მან აჰა პირდაპირ წერა. გახსოვთ ხო? ჩერნობილი. ხო, ქართულად ჩერნობილი. გამიგეთ მანო და თან ნახე როგორ წერია ზუსტად წყლებზე დაეცა, იქ დნეპრმა წაიღო ეს ყველაფერი. იქ ჩაირეცხა ეს ყველაფერი მანო და დინარეებზე და წყლებზე. და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისგან, ამამბისგან. დავიხილე და მოусმინე ერთ არწივს, დიდი ხმით ამბობდა, ეს უკვე მე-9 თავში. ვაი, მიწაზე მცხოვრებ, 3 ანგელოზის საყვირი დანარჩენი ხმებისგან. ხო დარჩა კიდე 3 ანგელოზი. ესე იგი, ესო, ასე ვთქვათ, კინოხელოვნებით, რომ ვთქვათ, ჟურნალიაო, კინო მერე იწყება, გამიგე? და რაღაცას ხო ხედავ ჩვენ ამდაგვარს, მანო და დანო. აი მაგალითად, შემდეგ წერია, რომ დაიხოცება ადამიანთა მესამედი. ჩვენ ხო ხედავთ რა გრისენია გავრცელებული ეს ვირუსებიც, მანო და დანო. როგორ შეგვეშინდა ცოტა ხნის უკან, როცა ყველამ ავიფარეთ პირბადეები და ნაცსავთან აღარ მიდიოდა მეგობარი არ იყო, რომ საშინელება ეპიდემია იყო.
გავრცელება ამის და ბევრი დაიხოცა კიდევაც, მაგრამ როგორც ეთყობა უფრო და უფრო დაიძაბება მომავალში. ნახეთ კიდევ მე ახლა 3-4 ადგილი მაქვს გამოწერილი, თორე იქ ისეთი ამბები წერია. გაუჩნდებათ ადამიანებს სასტიკი და საზარელი ჭრილობები და დაიხოცება ყოველი სულთმული ზღვაში. ეს ეთყობა მომავალში იქნება. მეოთხე ანგელოზმა გადმოყარა თავის ფიალა მზეზე და მიეცა მას, ანუ მზეს ხელმწიფება, რომ ცეცხლში დაეწვა ადამიანები, იწოდნენ ადამიანები დიდი მწყუნვარებით. აი ეს გლობალური დათბობა არ გაგონებთ ამას, მანოდადანო რომ უკვე 3 წელია თბილისში 52 გრადუსამდე ადის სადიღო ესეთი რამე. და გმობდნენ ღვთის სახელს, ეს ამბები კიდევ უფრო დაიძაბება ალბათ და მომავალში. და არ მოინანიეს რომ დიდება მიიღოთ ღვთის. აი ესეთი ამბები წერია, მაგრამ იმ დროსაც კი ძმანოდა და როცა ესეთი ამბები იქნება და ყოველ დროს ესე უნდა ვიყოთ რომ ღმერთი ვადიდოთ, იმ დროს ნახეთ მე-16 თავი აპოკალიფს, ახლა მოვდივარ როგორც მყარავი ამბობს ღმერთი და ბედნიერი, ანუ ნეტარია წერია, მე უბრალოდ თანამედროვეები შევცვალ. ბედნიერია ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს. ანუ იმ გაჭირების დროსაც ბედნიერი ადამიანი, ვინც არის ეკლესიური ძმანოდა და მეუბნება ანგელოზი იოანე წერს მე-19 თავში დაწერე ისევ, ნახეთ, ბედნიერნი არიან კრავის საქორწინო ნადიმზე მიწვეული. ანუ აი ეს უკვე ლაპარაკია ლიტურგიას ვინც ესწრება, ლიტურგიული ვინც არის, ვინც ეზიარება, ვინც აღსარებას, ესე იგი ბედნიერი იქნება ეს ადამიანი ძმანოდა და მიუხედავად ისეთი დიდი გაჭირებისა, ამიტომ მას უნდა ვილოცოთ რომ სიკვდილის წინაც მივიღოთ ზიარება და ღმერთს უნდა ვმადლობდეთ რომ კიდევ არის საშუალებები რომ შევიკრიბოთ და დავესრულოთ ლიტურგია ძმანოდა და მე-20 თავში თითეული დაისაჯა მის საქმეთაებ, ვინც არისო ჩაწერი სიცოცხლის წინგში, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული ისინი ყოველი. აი მთელი მიზანი ცხოვრებისა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი სახელი ჩაიწეროს სიცოცხლის წინგში. ეს უნდა იყოს მიზანი. და ბოლოს აღწერილია მარადიული ნეტარი ცხოვრება, ვერ შევა მასში უწმინდური და ვერ სიბილწის და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილი არიან სიცოცხლის წინგში, ძმანოდა და. აი ზუსტად ეს არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება, ძმანოდა და, რომ ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ გვაქვს საშუალება რომ ესე მოვიდეთ ეკლესიაში ვეზიაროთ, ნიშნავს ეს, რომ ჩვენ შეერთებული ვართ ღმერთთან. აი ესე ბოლომდე. არ უნდა მე გეუბნებით მითქვია რომ რამოდენიმე ადამიანი გამოაკდა ბრელს. ერთმა თქვა რომ ეს რა სისულელს ვაკეთებდიო, ნეტაო თავიდან ჩამეცვა მოკლეკავებიო და ასე შემდეგო და ჯინსებიო და რა დღეში ვიყავი და რა. ესე იგი ვერ გაუძლო ადამიანი. ზოგი ამბობს რაღაც მისცეს რა, ამიტომ და ამიტომ მე აღარ მოვალ. ვეღარ გაუძლო ადამიანი. ამიტომ წერია ვინც სიცოცხლის წინგში ჩაიწერება ის არის ბედნიერი. ანუ შედარებულ მოგიწოდა ღმერთმა სიცოცხლის წინგში ჩასაწერა და ეუბნები ღმერთს არ მიდეს თქვენ სიცოცხლის წინგი. ამაზე დიდი უბედურება. რა უნდა მოიპოვა ამ ქვეყნა და მაცხვარი ამბობს თუ კი მთელი მსოფლიო მოიპოვე, სულს თუ წარიწმინდა, რა დგინდა ეს მონაპოვარი. დიდება უკავს მადლობა ღმერთს, მაქსიმე ამსელბერის ლოცვით, გაგვაცლიოს წმენაში და ბოლომდე ვიყოთ ჩვენ და ესევე გადავხსენოთ ჩვენ შვილებს და შვილთაშვილებს, რომ ბოლომდე ვიყოთ ქრისტიანები.